ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, ინტერნეტში ჩემი ჰაილაითების ნახვა მინდა, მაგრამ არ მიხსნის და რა ხდება ხომ არ იცით? ეგ ჰაილაითები +18-ია ბატონო და თქვენ ჯერ 17-ის ხართ. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? ჰენრიხი ვარ მხითარიანი. ვაი ფეხი. როგორ მიჯერს. ვიდეო რეპერი იქნება ხო ამ თამაშზეც? წინა თამაში გოლი გამიუქმეს, ფეხი ოდნავ წინ მქონდა და ვაი ფეხი. რა თქმა უნდა იქნება და თქვენ რამე ტრავმა მიიღეთ თუ რა გჭირთ? არა, კიდე რო არ გამიუქმონ ერთი ზომით პატარა ბუცები ჩავიცვით ფეხი რომ ივაჩვიო და ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, უსმან დემბელე ვარ, მინდა რომ ჩემი განცხადება გაავრცელოთ. პატარა ტრავმა მივიღე, თუმცა მალე ძველი დემბელე დაბრუნდება. ის ძველი დემბელე თუ უნდა დაბრუნდეს, სულ ნუ დაბრუნდებით ბატონო. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? აბა? რა აბა, რა გნებავთ ბატონო, ვინ ხართ? დუმფრისი ვარ მე. 2 გოლი და ასისტი ბარსასთან. აბა, არ წამოვიდა შემოთავაზებები? დიახ, შამპუნის რეკლამის შეთავაზებაა მოსული ბატონო. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, მე ფლიკი ვარ ბარსას მწვრთნელი. ახლობელს მაიამიდან წყალი რომ გამოვაგზავნინო, ინტერთან თამაშამდე მოესწრება ჩამოსვლა? სამწუხაროდ ვერა ბატონო. ერთ-ორ ფეხბურთელზე მინდოდა გადავლება. კაი, ისევ ტაქტიკა შევავლებ ხელს. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, დეკლან რაისი ვარ. რეალი გავაგდით უშანსოდ. PSG-სთან კიდე ძალიან ადრევად ჩამოგწერეს და რა ხდება? ბატონო რაის, ვადანახეთ შეფუთვაზე. ლიგის ცხელი ხაზი გისმენთ? გამარჯობა, შუფეხებჟომ კიდიუს ჩემპიონთა ლიგურ. რა ბრძანეთ ბატონო? არაფერი, ანჩელოტი ვარ, ბრაზილიაში გადავდივარ და უბრალოდ მოგიკითხეთ. სამშაბათ ჯუზეპე მეაცაზე ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში ინტერი ბარსელონას უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. თუმცა ინტერს ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე. დაახლოებით მხითარიანის ფეხის წერა თითის ხელა. ინტერი ბარსას შეხვედრის მთავარი არბიტრი შიმონ მარჩინიაკი იქნება, რომელსაც ხშირად რეალის მიმართ სიმპათიებში ადანაშაულებს. მოკლედ ძალიან მაგარი ყოფილა ეს ფლორენტინო პერესი. რეალი ვერა, მაგრამ ერთი მადრიდისტა მაინც გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ბარსას 17 წლის ლეგენდამ ლამინე იამალმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჩემი და ბარსელონას ერა იწყებაო. მოკლედ ესეთ სიტუაციაში ვარ. ბარსელონაში ლამინე იამალის ერა იწყება და თბილისში ჭადრის ბუსუსების. გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკა შოფერ ჰოფერთან ერთად. ინტერი და ბარსა ერთმანეთს 13-ჯერ შეხვდა, 2-ჯერ ინტერმა მოიგო, 6-ჯერ ბარსამ, 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ინტერი თამაშის საშუალოდ 4-ჯერ ურტყამს კარში, ბარსა კი 4 ოთხურს აწვდის. ინტერი თამაშის საშუალოდ 2-ჯერ ხდება თამაშგარეში, ბარსა კი 8-ჯერ ჯარიმდება. ჩემი პროგნოზია ლამინე იამალის კარში დარტყმების მეტი. მიუხედავად პატარა ასაკისა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერია და ესეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, როცა ასე ახლოს არის ფინალი, მგონია, რომ რა თქმა უნდა, თავს გამოიჩენს და მინიმუმ 2-ჯერ მაინც დაარტყმს კარში. ჩემი პროგნოზია მეორე ტაიმში მეტი გოლი. პირველი შეხვედრის ანგარიშიდან გამომდინარე, ყველაფერი თავიდან იწყება და გუნდებს 90 წუთი აშორებთ ფინალამდე. ამიტომ ვფიქრობ, პირველ ტაიმში უფრო ფრთხილი, დაზვერვითი ფეხბურთი იქნება და გოლი ან გოლები თუ უნდა გავიდეს უფრო მეორე ტაიმში.